მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც დაიწყო წლის დასაწყისში და დაიგეგმა უამრავი ღონისძიება და შეხვედრები ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აქტიური ჩართულობით და ხელმძღვანელობით და ასევე ჩვენი კულტურის სამინისტროს სააგენტოს მონაწილეობით და ჩვენ ხელს უწყობთ აი ამ პროცესს, სადაც მონაწილეობას იღებენ ჩვენი დევნილი საზოგადოების ახალგაზრდები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს ვქონდეთ სრულყოფილი მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება და ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აფხაზეთის მთავრობასთან ერთად უკვე რამოდენიმე თვეა ახორციელებს ღონისძიებების ციკლს, რომლის ძირითად სამიზნესაც წარმოადგენენ ახალგაზრდები, როგორც საქართველოში მცხოვრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ არის უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები თავად იქნებიან ამ პროცესების მონაწილეები მომავალში, უახლოეს მომავალში და ამავდროულად ისინი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი მათ თანატოლებთან, ასევე მოზარდ თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. პირველად იყო ამ ციკლის ფარგლებში, როდესაც ჩვენ გვყავდა 30-მდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდა, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს დეპარტამენტის, ნატოში ინტეგრაციის და ევროკავშირის ინტეგრაციის დეპარტამენტებმა ხელმძღვანელებმა მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია, იყო ძალიან საინტერესო და ცოცხალი დისკუსია, ბევრი კრიტიკული კითხვა და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ აი ამ ორმხრივი დიალოგით არის შესაძლებელი სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც შემდეგ ეს ახალგაზრდები უკვე თავად გაავრცელებენ. ეს ის თაობა არის, ვინც უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ პროცესში და ამავდროულად იმ პროცესში, რასაც შერიგების პროცესი ქვია, რასაც აფხაზ ახალგაზრდებთან საერთო ენის პოვნის პროცესი ქვია. ძალიან გაკვირვებული ვარ და ძალიან გახარებული ვარ, რომ ბევრი შეკითხვა და ძალიან კომპეტენტური შეკითხვა იყო დასმული ახალგაზრდების მიერ და მიხარია, რომ ამომწურავი პასუხი მიიღეს ამ შეკითხვებზე და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ახალგაზრდები გვყავს. ამ უბანში ეს სოლოლაკში, რაც აქ ძალიან ბევრი არქიტექტურულად რამდენიმე შედევრია, ეს არის საოცარი ქუჩა. და ეხლა მოუყვები, ესე იგი თავისუფლების მოედნის ისტორია უკვე მოუყვებით ნაწილობრივ. ეხლა ბევრია მოსაყოლი, ყველაფერს ვერ მოვასწრებ და რასაც მოვასწრებ, მოუყვები, ესე იგი ქრონოლოგიურად, ასე ვთქვათ, მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნე.